გამარჯობა, აჭარა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას ვიმყოფებით ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოხდა შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ საუბარი არის შემთხვევაზე, რომლის დროსაც დაიღუპა 16 წლის ბიჭი, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აი ამ ხიდიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა მოზარდი და ეს არის ის ადგილი, სადაც მოხდა ეს შემთხვევა ცოტა ხნის წინ. მიმდებარე პერიმეტრზე იმყოფებიან პოლიციელები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აქ შემთხვევას შეესწრო რამდენიმე პირი, ისინი სავარაუდოდ აქ ადგილზე იმყოფებიან. მე შევეცდები, რომ მათთან გასაუბრება მოვახდინო, ნახოთ რა ინფორმაციას ფლობენ ისინი. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით აბა რა დაინახეთ, რა მოხდა? მე არაფერი არ დამინახია. პოლიციელები იყვნენ აქ შემთხვევის ადგილზე? კი. თვითონ ხიდზე რას აკეთებდა ეს მოზარდი, როცა გადავარდა? არაფერი არ ვიცი, მე უბრალოდ ჩამოვედი მოეხმარე. მეტი არაფერი არ ვიცი. რაზე დაეხმარეთ? მიცვალებულის გაყვანაში. ექსპერტიზის ბიუროში წაიყვანეს ალბათ, ხო, მცხედარი. და ითქვა ისიც, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოებს იღებდნენ ამ ხიდზე, თქვენ რა? არაფერი არ ვიცი უყურე. მე სამსახურში ვარ, სამსახურის მოვალეობაზე, უბრალოდ თხოვეს და წამოვეხმარე. მხოლოდ ერთი მოზარდი იყო? არ ვიცი უყურე. 2-3 ყოფილა ეს რა, მე არაფერი არ ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. დიახ, აი როცა ეს შემთხვევა მოხდა, თუ რამდენიმე პირი იყო, მაშინ ისინი სად წავიდნენ, ეს ტერიტორია დატოვეს თუ აქ იყო? არაფერი არ ვიცი უყურე. და ხიდი არ არის თვითონ ეს დაცული? კი არა, დაცვის ბიჭები არიან და აგენს დასაგებია, მადლობა. მოგესალმებით ბატონო, თქვენც გითხარით, აბა თქვენ ვიცით, რომ ერთი წუთი დაგჭირდებათ, პირდაპირ ეთერში ვართ, ბოდიშკი ხდით, თქვენ შეესწარით ამ ფაქტს, გითხარით აბა. მე ფაქტს, რომელი ფაქტს შევესწარი, გადახდომის პროცესი მე არ დამინახია. გადახდომის პროცესი უბრალოდ ახალგაზრდების ჩოჩქოლი რო დავინახე, ეს პროცესი იყო და ახალგაზრდები დახმარებას ფიქრობდნენ. გადასვლას და არ მიუშვი ხედიდან ზაბორზე. დიახ. და თქვენი აზრით ხიდზე რას აკეთებდნენ ეს მოზარდები? თამაშობდნენ ეტყობოდა რა ვიცი. არ შეიძლება ხო ჩამოს. და ეს ხიდი არ იყო შესაბამისად დაცული, როგორ მოხდა? როგორა დაცვას ხოსა ყველაფერი დადიან ამოწმებია ხო. დაცვა ამოწმებს როგორა. და ეს მოზარდი რას დაეცა? ვიცით რომ სავარაუდოდ ერთ-ერთი ვერსია არის სადენებს დაეცაო. თქვენ რა არ დაგვინახია, მე დანახვით არ დამინახია, დაცემის პროცესი არ დამინახია. დიახ, დასაგებია, მადლობა. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. რა შეგიძლიათ თქვენ გითხრათ? თქვენ საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულები ხართ, რომლებიც აქ მორიგეობთ, ხო? მე მაყურებელს შევახსენებთ ჩვენ ვიმყოფებით ეგრეთ წოდებული ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 16 წლის ბიჭი. ბატონებო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ? ჩვენ არაფერს მოქალაქე ვარ. სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდით თქვენ იმ დროს, როცა ეს შემთხვევა მოხდა? არა, მოქალაქე ვარ მეთქი, კაცო. ეხლა თქვენ თანამშრომელს კარნახობდით, რომ ჩვენთვის არ ეპასუხა ჩვენს კითხვებზე. ვის ჩემ თანამშრომელს? თქვენ საქართველოს რკინიგზაში ხართ დასაქმებული, აქვე იყავით საგუშაგოზე. ინფორმაციას არ გვაწვდიან, აქ დასაქმებულები, საუბარი არის მაყურებლისთვის კარგად რომ განმარტო, ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს ხიდი არის გადასასვლელი ბაქოს ქუჩიდან მეორე მიმართულებით მარკოს აჭარელის ქუჩა, სევერიან აჭარელის უпростоრად ქუჩა, სადაც მდებარეობს ცენტრალური ბაზარი და ეს შემთხვევა მოხდა დაახლოებით ამ ტერიტორიაზე, ამ ხიდზე, აქედან გადავარდა მოზარდი, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. ამ ტერიტორიაზე მოძრაობს ძირითადად სატვირთო ვაგონები, ნავთობით დატვირთული და სხვადასხვა პროდუქტებით დატვირთული და როგორც ერთ-ერთი ვერსიით არის ცნობილი ჩვენთვის, ეს მოზარდი სავარაუდოდ დაეცა მაღალი ძაბვის სადენებს, რომელსაც ახლა ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში.
აქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ცოტა ხნის წინ ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ იმყოფებიან პოლიციელები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ჩვენ მათთან გასაუბრების სურვილი გვაქვს, მაგრამ როგორც ყოველთვის ასეთ დროს პოლიცია მედიასთან არ თანამშრომლობს და არაკეთებს განმარტებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ხიდზე დაახლოებით სადენების გასწვრივ არის შედარებით შემაღლებული მოაჯირები. ხედავთ რკინის კონსტრუქციებს, ამ რკინის კონსტრუქციის მოპირდაპირედ არის სადენები, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად სხვა მანძილზე. სხვა შემთხვევაში აქ მოაჯირი არის დაახლოებით წელამდე და ერთ-ერთი ვერსიით ასევე როგორც პირად საუბრებში ამბობენ, აქ შეკრებილი ადამიანები, მოზარდები სავარაუდოდ ფოტოს იღებდნენ მოაჯირზე, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადავარდა და ჩავარდა საკმაოდ დიდი სიმაღლიდან, მოშორებული სიმაღლიდან და ის ადგილზევე დაიღუპა. ამ დროისთვის ამ ტერიტორიაზე სიმშვიდე არის, არავინ იმყოფება გარდა პოლიციელებისა, მათ შორის აქ იმყოფებიან საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობენ და როგორც თქვენ რამდენიმე წუთის წინ მოისმინეთ პირდაპირ ეთერში, მცირედი კომენტარის ჩაწერა მოვახერხეთ, თქვენს რომ მას შემდეგ რაც უკვე ხმაური გაიგეს და შენიშნეს ეს ფაქტი, მივიდნენ და უკვე პატრულისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს დაეხმარნენ ცხედრის პროზექტურაში გადასვენების პროცესში. აქ არის საქართველოს რკინიგზის საგუშაგო, ჩვენ გვინდა მათთან გასაუბრება, თუმცა ისინი არ საუბრობენ მედიასთან და არ ეკეთებენ კომენტარს. ისინი 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ ამ ტერიტორიაზე. მოგესალმებით, ბატონო, პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ რომ დაგველაპარაკოთ. ამ შემთხვევისთვის თქვენ მორიგე იყავით აქ? მე იმაში ვიყავი, პორტში ვიყავი გადასული. ვინ იყო მორიგი აქ ადგილზე? არავინ არ იყო, ხომ 24 საათიანი მორიგეობა უნდა იყოს წესით. რას აკეთებდნენ მოზარდები ამ ხიდზე, შეგიძლიათ გითხრათ? არაფერი არ იცი, პორტში ვიყავი. გასაგებია, თქვენ ხედავთ, რომ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არ ეკეთებენ კომენტარს, განმარტებას არ ეკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი აქ შემთხვევის დროს იმყოფებოდა, როგორც ჩანს, ისინი ერიდებიან დეტალებზე საუბრისგან, თავს იკავებენ, რადგან შესაძლოა მათი ნებისმიერი ნათქვამი გახდეს გამოძიების ინტერესის საგანი. ეს არის კიბეები სხვათა შორის, რასაც ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კიბე საკმაოდ ამორტიზებული არის, შელახული არის, ნაწილი კიბეების არის ჩამომტრეული, ნაწილი აგერ ხედავთ კიდე პირდაპირ ეთერში ხიდის ერთი ფილა საერთოდ არ არსებობს და მის ნაცვლად არის ხე, ფიცარი გაკეთებული, კიდევ აქ არის კიდევ ერთი კიბე, ფიცარი, მეორე ფიცარი და ნაწილობრივ არის ბეტონი და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ხიდი და კიბე არის ამორტიზებული საბჭოთა დროინდელი კონსტრუქცია, რომელსაც ადგილობრივები იყენებენ გზის შემოკლების მიზნით. საუბარი არის, ხედავთ ალბათ კადრში, ბათუმის პორტი, საიდანაც ბაქოს ქუჩიდან ადამიანები გზის შემოკლების მიზნით ამ ხიდით სარგებლობენ და ისინი ერთი კონკრეტული ადგილიდან გადადიან მეორე მიმართულებით ქალაქის მეორე მხარეს, სადაც არის ასევე ცენტრალური ბაზარი და ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, რომელიც არის ინტენსიურად დატვირთული. ასეთი არის ბოლო ცნობები, რასაც გიყვებით მე პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ ისიც, რომ სადაც მაღალი ძაბვის მავთულები გადის, იმის მოპირდაპირედ არის შედარებით მაღალი კონსტრუქცია და იქიდან ფაქტობრივად გადმოვარდნა შეუძლებელია, თუმცა ხიდის სხვა ნაწილი, მოაჯირების სხვა ნაწილი არის შედარებით დაბალი და სავარაუდოდ იმ ნაწილიდან გადმოვარდა მოზარდი, რომელიც
ადგილზევე დაიღუპა. ახლა ამ დროისთვის ამ ტერიტორიაზე უკვე პოლიციელები აღარ იმყოფებიან, როდესაც აქ ადგილზე მოვედით, მაგალითად ცენტრალური ბაზრის მხარეს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა, ისინი ადგილზე რჩებიან, სავარაუდოდ კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მას შემდეგ რაც უკვე ჩვენ დავიწყეთ აქ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა, თქვენ ხედავდით რამდენიმე წუთის წინ უკვე აღარ საუბრობენ რკინიგზის თანამშრომლები მედიასთან, მათ ტერიტორია დატოვეს მალევე და ცდილობენ, რომ ჩართული კამერის წინ მომხდარის დეტალებზე არ ისაუბრონ, რადგან როგორც ჩანს, მათ უკვე შემდგომ აღარ სურთ გამოძიებასთან თანამშრომლობა და შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ვინც ახლა შემოგვიერთდა გეტყვით, რომ ასეთი არის ხიდის მდგომარეობა ამ ეტაპზე, არის ძველი ხიდი, მოაჯირი შედარებით არის მყარი, ვერ ვიტყვით, რომ არის ცუდ მდგომარეობაში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ხიდი არ არის უსაფრთხო. აი ხედავთ, სადაც მავთულები გადის და სადაც მოძრაობს ვაგონი, უმეტეს შემთხვევაში არის შედარებით მაღალი კონსტრუქცია, ჯებირი და აქედან ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა მოზარდის გადავარდნა. რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად მოაჯირის ამ ნაწილზე, რომელიც საკმაოდ დიდი არის, ორივე მხარეს თქვენ ხედავთ, რომ დაბალი არის ეს მოაჯირი, სადღაც წელამდე, ანუ 1 მეტრამდე იქნება ამ მოაჯირის სიმაღლე და სავარაუდოდ ამ მოაჯირიდან გადავარდა მოზარდი, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. წინასწარი ცნობებით ვიცით, რომ ეს მოზარდი იყო ბიჭი, 16 წლის და ერთ-ერთი ვერსია სახელდება, პირად საუბრებში ამბობენ მხოლოდ ამ ვერსიას და კამერების წინ არ საუბრობენ ადამიანები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ ცოტა ხნის წინ, რომ სავარაუდოდ მოზარდები ამ ხიდზე იღებდნენ ფოტო-ვიდეოს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი გადავარდა, სავარაუდოდ თავი ვერ შეიკავა, დაუცურდა ფეხი და ის გადავარდა საკმაოდ დიდი მანძილიდან, დიდი სიმაღლიდან. თქვენ ხედავთ რა მანძილიც არის და რამდენიმე რიგად არის ვაგონები, სატვირთო ვაგონები, ხედავთ 1, 2, 3, 4, 5 და აქვე არის მე-6 ლიანდაგი, სადაც აი ახლახანს მოძრაობდა მატარებლის ვაგონი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს მიმართულება ცნობილი არის იმით, სარკინიგზო შემთხვევებით არის ცნობილი, დაახლოებით ამ მანძილიდან რამდენიმე მეტრში, საუბარი არის ბარცხანის ხიდზე, ბარცხანის ხიდის ქვედა ტერიტორიაზე, რამდენიმე თვის წინ დაიღუპა მოზარდი, რომელსაც შეეჯახა მატარებელი და ამ შემთხვევის შემდგომ მოსახლეობა საპროტესტო აქციების მეშვეობით ითხოვდნენ ამ ტერიტორიის შემოსაზღვრას და ამ ფორმით ითხოვდნენ ისინი უსაფრთხოების ნორმების დაცვას. რამდენიმე საპროტესტო აქციამ შედეგი იმ მხრივ გამოიღო, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარცხანის ხიდის ქვედა ტერიტორიაზე შემოღობეს ლიანდაგები, თუმცა შესასვლელები მაინც რჩება ამ ლიანდაგებთან და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არ არის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნები, მათ შორის სპეციალური პანდუსები და მათ შორის, როდესაც მატარებელი მოძრაობს უკვე ამ მიმართულებით, არ არის სპეციალური საყვირი სიგნალი, რაც ამცნობს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას ადამიანებს, რომ უნდა შეწყვიტონ მოძრაობა. კიდევ ერთი შემთხვევა გასულ წელს მოხდა, ისიც უკავშირდება უკვე ამ სატვირთო მატარებლებს, აქედან დაახლოებით რამდენიმე მეტრში ცენტრალური ბაზრის
მიმდებარედ საუბარი არის ბონის კულტურის სახლის გასწვრივ კიდევ ერთ მოზარდს შეეჯახა მატარებელი და იმ მოზარდმა რომელსაც მატარებელი შეეჯახა დაკარგა კიდურები. Აი ასეთი არის ცნობები და სტატისტიკა, რაზეც მე გესაუბრებით პირდაპირ ეთერში და სხვათა შორის ბარცხანის მოსახლეობა ძალიან ხშირად საუბრობს იმაზე, რომ სარკინიგზო სატვირთო მატარებლები სადაც მოძრაობს მთელი ბარცხანის მონაკვეთზე არის დაუცველი და უსაფრთხოების განცდა არ იგრძნობა არსად, რადგან დაახლოებით როგორც ისინი საუბრობენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 60-მდე ადამიანი გარდაიცვალა სარკინიგზო შემთხვევის შედეგად. ასეთი არის ვითარება ახლა ამ ტერიტორიაზე შედარებით არის სიმშვიდე, მას შემდეგ რაც დავიწყეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა, მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები დაიფანტნენ, წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით, რადგან მათ არ სურდათ შემთხვევის დეტალებზე საუბარი, მათ შორის არ საუბრობენ შემთხვევის დეტალებზე ის ადამიანები, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები, რომელთა ნაწილიც შეესწრო ამ ფაქტს, ისინი ტელეკამერების წინ მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. Აი ასეთი არის ახლა ეს ხიდი, ხედავთ ხიდი, უნდა აღინიშნოს ჩვენ გაჩვენეთ ცოტა ხნის წინ, რომ სადაც არის იქ მატარებლები, სადაც არის იმ მონაკვეთზე, შედარებით შემაღლებული ჯებირები არის, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი მონაკვეთი არის, დაბალი ჯებირი და აქვე თქვენ ხედავთ, არ ვიცი რამდენად ჩანს, მატარებლის ლიანდაგი, სადაც ასევე მოძრაობს სატვირთო ვაგონები და ესეც შეიძლება განვიხილოთ, რომ არ არის აქ უსაფრთხოების ნორმები დაცული. და ზოგადად ეს ხიდიც არის ამორტიზებული, ხედავთ ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ ისიც, რომ დაზიანებული არის საფეხურები და ბეტონის ფილები ჩანაცვლებული არის ხის ფიცრებით. ადგილზე არიან პოლიციელები კვლავ, როგორც ჩანს, მიმდინარეობს აქ საგამოძიებო მოქმედებები და მიმდებარე ტერიტორიაზე არის სიმშვიდე, ამ დროისთვის არ იმყოფებიან აქ ადგილზე იმ მოზარდის ახლობლები და მშობლები, და სავარაუდოდ ისინი ახლა იმყოფებიან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, სადაც ცხედარი გადაასვენეს. ბოლოს შეჯამებისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა, იმათთვის განმარტავ და ვიტყვი, რომ ჩვენ მიმყოფებით ბათუმში, ბონის ხიდი არის ეს, რასაც ხედავთ, ეგრეთ წოდებული ბონის დასახლების ხიდი, ცენტრალურ ბაზართან დამაკავშირებელი ხიდი, ბაქოს ქუჩიდან სევერიან აჭარელის ქუჩის მიმართულებით ადამიანები მოძრაობენ ყოველდღიურად ცენტრალურ ბაზარში და სარგებლობენ ამ ხიდით, რომელიც ერთ ნაწილს მეორესთან აკავშირებს და დაახლოებით ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მოზარდი ერთ-ერთი ვერსიით იღებდნენ ფოტოსურათებს, რომლის დროსაც ერთ-ერთი ხიდიდან გადავარდა და ერთ-ერთი ვერსიით დაეცა მავთულებს, რომელიც არის მაღალი ძაბვის, ხოლო მეორე ვერსია არის ასევე, რასაც პირად საუბრებში ამბობენ, დაეცა ვაგონს და მოზარდი ადგილზევე დაიღუპა. აი სხვათა შორის აქ არის ძალიან დაბალი მოაჯირი და ხედავთ ამ მოაჯირის გასწვრივ არის ვაგონი, რომელიც ხედავთ საკმაოდ დიდი სიმაღლე არის და გადავარდნის შედეგად ფაქტობრივად ეცემი რკინას, რომელიც არის სიცოცხლისთვის სარისკო. კიდევ ერთი ზოლი მატარებლის, ამასაც ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში, აქ არ არის დაცული და როგორც ხედავთ, ეს ნაწილიც არის სარისკო სიცოცხლისთვის.
აი თქვენ ხედავთ ახლა მოძრაობს ამ მიმართულებით სატვირთო მატარებელი და ეს მიმართულებაც არ არის დაცული. აი ხედავთ, აქ კი არის შედარებით შემაღლებული ჯებირი, მაგრამ გვერდით არის დაბალი ნაწილი და პირდაპირ არის მატარებელი და ასევე მატარებლის თავზე თქვენ ხედავთ მაღალი ძაბვის სადენებს. მომხდარ ფაქტზე უნდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ადგილზე და როგორც უწყების პრეს-სამსახურმა ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით ჯერჯერობით გამოწვევი მიზეზები და პირველადი ვერსიები არ არის ცნობილი და იმ შემთხვევაში თუ რა ეტაპზე იქნება გამოძიება, აჭარა ტაიმსი პერიოდულად მოგაწვდით ამ ინფორმაციას. ხედავთ, რომ ფაქტობრივად რამდენიმე მეტრიანი ხიდის ქვეშ რამდენიმე რიგად არის მატარებლის ლიანდაგი. აი ძალიან ბევრი არის 10-ზე მეტი ლიანდაგი შეიძლება ვთქვათ, რომ არის აქ, იმიტომ რომ რამდენიმე წუთის წინ დავითვალეთ 6 იყო იქეთა ნაწილზე, აქ არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. 9 ლიანდაგი დავითვალეთ, 9 რიგად არის. აი აქაც ხედავთ, ის ნაწილიც არ არის დაცული, საკმაოდ დაბალი მოაჯირი არის და მოაჯირის ქვევით, არ ვიცი რამდენად ჩანს, არის ლიანდაგი სამზოლად. აი მაყურებლისთვის უფრო აღსაქმელი რომ იყოს, მე გაჩვენებთ უკვე რამდენიმე წუთში თუ რა ტერიტორია არის ეს, რაზე არის საუბარი, რაზე გიყვებოდით რამდენიმე წუთის განმავლობაში. აი ეს არის ბაქოს ქუჩა, პორტის მიმდებარე ტერიტორია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უკანა ტერიტორია. ბათუმელებმა ძალიან კარგად იციან ეს ადგილი და მათთვის უფრო მარტივი არის აღსაქმელად თუ რა ტერიტორიაზე არის საუბარი. აქედან ადამიანები ცენტრალურ ბაზარში გადადიან და ამ ხიდით არაერთი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურ რეჟიმში. და ხიდის მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, რადგან სიძველისგან არის ავარიული. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. ჩვენ ცხადია, ყოველთვის ვართ მოვლენების შუაგულში და ვცდილობთ, რომ დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ მომხდარი ფაქტების შესახებ და ცხადია, პირდაპირ ეთერის შემდგომაც ვაგრძელებთ თემაზე მუშაობას და თუ რაიმე ახალი დეტალი იქნება ამ საქმეზე ცნობილი, ცხადია შემოგთავაზებთ ჩვენი ვებგვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით. მადლობა, რომ გვიყურებთ და მადლობა ასევე იმისთვის, რომ გვენდობით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.